სვანეთი. კავკასიის პირველყოფილი და წმინდა მიწა. 5000 მეტრის სიმაღლის მწვერვალებს შორის დამალული სამოთხე. ზაფხულში ცივი, ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი სვანების შესახებ წერს. საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ. ფლობენ ისინი ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის. სვანები ბატონები არასოდეს ყოფილან. არც ყმები ჰყოლიათ. მოსახლეობაში ფენათა წარმოქმნას ტერიტორიის მცირე მიწიანობამაც შეუშალა ხელი. სვანები არასოდეს შეჰგუებიან ვინმეს მორჩილებაში ყოფნას. მახში იგივე ხევისფერი. იყო ერთადერთი პიროვნება, რომლის წინაშეც ყველა იხრიდა ქედს. ყველა ოჯახს ყავდა თავისი მახში, ყველა გვარს ყავდა თავისი მახში, ყველა თემს ყავდა თავისი მახში, ყველა ხევს ყავდა თავისი მახში. სვანები სასამართლოს არასოდეს მიმართავდნენ. ყველა საჭირო როტო საკითხს მახში წყვეტდნენ. დაწყებული საყოფაცხოვრებო საქმეებით, დამთავრებული საომარი მოქმედებებით. მახში ზოგს ისე წარმოუდგენია, რომ ეს იყო რაღაც საშინელი დიქტატორი, არა ჩემო კარგო. შენ მოგისმენდა, სხვას მოусმენდა, ესე ამ საუკეთესო აზრებს შეაჯერებდა და იღებდა მერე გადაწყვეტილებას. სვანები მახშის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ის პირველ რიგში პატიოსანი და გონება მახვილი უნდა ყოფილიყო. მახშის ლაბარაკი ყველთვის საჭირო იყო ახალგაზრდობისთვის. მახში რო იყოდა დღეს იქ სტადი, დღეს აქ სტადი, ამბავი ეს აუცილებელი იყო მაშინ ძველ დროში. დღეს უწოყლა მახში. დღეს უწოყლა მახში აუქე. აი მახში ესა, აი ჩემი შვილიში. სადაც უნდა იქ მივყავარ და იქ უნდა დავყვე. დღეს მახშები აღარ არიან. ცხოვრება კი ჩვეული ტემპით გრძელდება. თუმცა სვანეთში დღევანდელი დღე ყოველთვის დაკავშირებულია გუშინდელთან, გუშინდელი კი წარსულთან. აქ უძველეს ტრადიციებს ისევე იცავენ, როგორც საუკუნეების წინ. აქ წესჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. ჩემი ქართველობა არის ჩემს სვანობაში. მე რო ეგ დავკარგო, მე აღარაფერი აღარ ვარ. რასაც საქართველოს ჩემგან ელოდება, როგორც სვანისგან, აი ეს უნდა მივიტანო მე. სწორედ ამიტომაც ამ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს არაჩვეულებრივი სახელი ჰქვია. სვანი.